პარტია თავისუფალი საქართველოს წარმომადგენელი მერაბ ღოღობერიძე სოციალური სასადილოების კვების რაციონით უკმაყოფილოა. იგი აცხადებს, რომ ერთ სულზე გამოყოფილი 2 ლარიდან საკვების შეძენას მხოლოდ 70 თეთრი ხმარდება. დარჩენილი თანხა კი ახალშექმნილი IP-ის თანამშრომლების ანაზღაურებისთვის იხარჯება, რომლებიც პროგრამის ბენეფიციარების მომსახურებისთვის აიყვანეს. მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, რომ მოქალაქეებისთვის გამოყოფილი 70 თეთრით შეძენილი პროდუქტებს დაბალი კვებითი ღირებულება აქვს და ბენეფიციარების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის. IP-ჯ ბათუმის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს ხელმძღვანელი ღოღობერიძის განცხადებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ თანამშრომლების ხელფასს მხოლოდ 20 თეთრი ხმარდება. საკვები პროდუქციის შესაძენად კი 1 ლარი და 10 თეთრი იხარჯება. დანარჩენი თანხა კომუნალურ გადასახადებს ხმარდება. ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ყოველდღიურად რამდენიმე თეთრიან დანაზოგსაც აკეთებენ, რომელიც ბენეფიციარების სადღესასწაულო სუფრებსა და საჩუქრებს მოხმარდება. ჩვენი არაერთი რეკომენდაციისა, რომ რაციონი გაახლებული იყო და აი იმისათვის შეიქმნა კონკრეტულად ეს შესაბამისი IP, არავითარი სიახლე არ შეცვლილა, პირიქით არის გაუარესებული, მხოლოდ პირველ შემიძლია გითხრათ, რომ დამატებულია მხოლოდ 25 თანამშრომელი ახალი თანამშრომელი, იმიტომ შეიქმნა ეს, რომ უნდა გახარჯულიყო ეს 2 ლარი და საკრებულო ვალდებული რომ კიდევ ერთხელ გადახედოს ამ რაციონს და შესაბამისად დაამატოს, გაახლოს ეს ჩამონათვალი. ლარი და 10 დაგვიჟდა შესყიდვები, ხელშეკრულებები გავაფორმეთ. დაახლოებით 30-40 თეთრი გვიждდება ამ სასაძლოების მოვლა პატრონობა, 20 თეთრი იხარჯება ადმინისტრაციაზე. 30 თეთრამდე ჩვენ ეკონომიები დაგვჭა, რომელიც გვინდა გამოვიყენოთ სადღესასწაულო დღეებში, მერის ნებართვით, ალბათ მერიასთან შეთანხმებით, გვინდა გავუკეთოთ საჩუქრები ამ ხალხს.